აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბერებო. მოგესალმებით. და ეხლა გვექნება გაშლა სახელწოდებით რა მოცემულობაშია ეს ადამიანი, ანუ პიროვნებაზე. იქნება ორ ვარიანტზე. რა მოცემულობაში, რა სიტუაციაში არის ეს ადამიანი. აი ესეთი ორი ვარიანტია, აირჩიეთ. გაშლა არის პიროვნებაზე, ადამიანზე, ვინც გვაინტერესებს. პირადი ურთიერთობა, მეგობარი, საყვარელი, მეუღლე, შეყვარებული. თუ უბრალოდ პარტნიორი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რა მოცულობაშია, რა სიტუაციაში, ანუ საერთოდ რა ხდება მის ირგვლივ, ანუ ზოგადად მიყვარს მე გადავლება გლობალურად თვალის, მით უმეტეს არის საჯარო გაშლა და ვისაც ენდომება უფრო დეტალურად, მაშინ პირადი კონსულტაცია. იმიტომ რომ საჯარო არის საერთო, მაინც. თქვენ აირჩიეთ პირველი, მეორე, ან უყურეთ ორივეს და მოусმინეთ და მოირგეთ თქვენ თავს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა და ამიტომ ბევრი რამე საერთოდ დამთხევა არ არსებობს. რასაც ვამბობთ და ინფორმაცია, რომელიც მოდის ფაქიზის სივრციდან, სამყაროდან, ეს კოლექტიურია, მაგრამ ყველა სხვადასხვა ვარიანტები და დეტალები გვაქვს. ამიტომ ქვია ამას საჯარო გაშლა. გლობალური და ზოგადი ინფორმაცია და პირადზე უკვე დეტალები იშლება. და ვიწყებ პირველი ვარიანტით. რა მოცემულობაში, რა სიტუაციაში ჩაიფიქრეთ ახლა ეს ადამიანი, ვინც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. ჯერ სიგნიფიკატორი ამოვიღოთ ამ ადამიანის. აქ ამოდის რაღაცა ამბავი ქალთან მიმართებაში, ქალთან დაკავშირებით, სხვა ქალთან, თქვენზე არ არის ამ შემთხვევაში საუბარი. სხვა ქალთან დაკავშირებით, რომელმაც ამოაყირავა მისი, ასე ვთქვათ, ცხოვრება. სწრაფად მოხდა ეს რაღაც სიტუაცია და რაც მთავარია, ეს სიტუაცია გაჟღერდა, ანუ როგორ გითხრათ, გამჟღავნდა რა. ვინ არის ეს ადამიანი? პირველი ვარიანტი, ვინ ჩაიფიქრა, ვინ არის, გვაჩვენეთ. საერთოდ ამოტრიალურ კარტებს არ ვკითხულობ, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელობა ვიცი ამ შემთხვევაში. არ გავასწორებ, იმიტომ რომ უარყოფითი კარტია, უკანონო კავშირებს ეხებოდა, მაგრამ სადღაც ორი პერიოდის უკან, 2 თვის უკან, 3 თვის უკან შეიძლება ითქვას. მაგრამ გასწორდა ეს სიტუაცია, ანუ რაღაცა უკანონო კავშირი, რაღაცა დაფარული, რომელიც უცებ აი რო იყვიან ისარევით ისრები, სამყაროს ისრები, აი უცებ გამჟღავნდა მამაკაცზე, ამ მამაკაცზე. მაგრამ გასწორდა ეს სიტუაცია და გზა, ანუ წავიდა, იმ სიტუაციას მოწყდა, ანუ აი იმ გარემოცვიდან გასულია. რახან ასეთი ინფორმაცია მოდის, აბა ვნახოთ თქვენთან მიმართებაში როგორ არის ეს ადამიანი, ანუ ამოდის საკმაოდ აქტიური კაცი, რომლებმა თქვენ უყვარხართ. თქვენს მიმართ, ანუ ამ ხრივ სტაბილურობა არის, გრძნობა არის, სიყვარული არის, სტაბილური ურთიერთობა შეიძლება
თქვენი პარტნიორია, შეიძლება თქვენი მეუღლე, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იყო რაღაც გაელვება, ანუ სხვა ქალის, სხვა. შეიძლება ფლირტი და გაუგეთ, მიმოწერა, რა ვიცი. გატაცება, დროებითი რო იტყვიან. კარგით, ნახოთ ეხლა, აი რა ხდება მასთან მაშინ. მის გულში, მის ფიქრებში, მის შინაგან სამყაროში რა ხდება ამ ადამიანის. დაანგრია იმ რაღაც გართობამ, გატაცებამ, დროებითმა, პატარა ბიჭივით, რომ რაღაცნაირად ამ დროს არ არის პატარა ბიჭი, მაგრამ მე ვიცი, აი 20-21 წლის ბიჭი რა, რომ აყვება ამ რაღაცა თავგადასავალს, აი გრძნობის, ეს იყო გაელვება, ეს იყო დროებითი, მთლიანი ტრანსფორმაცია მოახდინა, დაანგრია აი ამ სიტუაციამ. ვნება იყო, ვნება, ფიგურირებდა ვნება და ღალატიც, წვილიც. კარგით. ვნახეთ ეხლა მისი ფიქრები და მისი აზრები, ეხლა მაშინ თქვენ თუ ანუ ეს სიტუაცია შეიძლება ესე არ გაშალეთ მასთან, არ თქვით, არ გაამხილეთ, მაგრამ ინტუიციურად ქალი ყოველთვის გრძნობს, ხო, პარტნიორის მიმართ აი ამ სხვა ქალით დაინტერესებას და გატაცებას. მაშინ აი თქვენი რეაქცია როგორი იყო და ეხლა როგორ ხართ? თქვენი რეაქცია, ვინც მიყურებთ და თუ ესეთ სიტუაციაში მოხვდით, იმათვის არის როგორი იყო თქვენი სიტუაცია და ეხლა როგორ ხართ? სიტუაცია იყო ისეთი, რომ 3 თვის უკან გაიგეთ. სიტუაცია არის ეხლა, ანუ მაინც დარდობთ, რა თქმა უნდა, გაწუხებთ, ეს არ არის ეხლა სახარბიელო. მაგრამ ზომიერება მოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დაარეგულირეთ და თან რაღაცა ავტორიტეტი კაცი ამოდის, ან თვითონ ეს პიროვნება, ან უბრალოდ ოფიციალურად ხართ, ან ხელმოწერილი, ან რაღაც კავშირი გაქვთ და მაინც, გამოდის, რომ ერთად რჩებით. თუ გამოწყდება ეს ადამიანი, იმიტომ რომ უარყოფს ყველაფერს კარტის მიხედვით, თუ გამოწყდება ეს ადამიანი და თუ მოგიხდით ბოდის პატიებას, თუ გამოწყდება თავის ხალათში და პატიებას თუ ანუ აქ მთლად აღიარება და ის არ ჩანს, რომ ეხლა მაინდა-მაინც გამოწყდეს, მაგრამ დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა ამ ამბავმა, დიდი ცვლილება, რაც ნიშნავს იმას, რომ წარსული სიყვარულიდან მოდიხართ, ანუ შეიძლება შვილებიც გყავთ, გაკავშირებთ, ოჯახის შვილები, არ ვიცი. ბევრისთვის ესეა. თუ ოჯახის შვილები არ არის, მაშინ წარსული სიყვარულია და ამის გამო ძალიან ღელავს თვითონ განიცდის და სამყაროს კარტი ამოდის, რომ ის სიტუაცია დამთავრდა და თქვენთან იწყება განახლებული ახალი ანუ გადავსება ემოციებით, ახალი გრძნობით, ახალი მოქმედებით, ანუ რაღაც განახლება თქვენ ურთიერთობაში. თქვენ თუ აპატიით მას. თქვენ თუ რა თქმა უნდა ესეთ სიტუაციაში აღმოჩნდით. კი, თქვენ სტაბილურობის შენარჩუნება გინდათ, ამიტომ პატიობთ. შინაგანად რა თქმა უნდა განიცდით, ღელავთ, გულდაწყვეტილი ხართ, მაგრამ რაღაც შანსი მაინც მიეცით, იმიტომ რომ რაღაც გაკავშირებთ, ოჯახი, შვილები, ქონება, ბიზნესი, რაღაც არის კავშირი, დიდი უწყვეტი. ესე უცებ ვერ დაარღვევ ამას, ნახეთ. და ამიტომ სტაბილური სიტუაცია აირჩიეთ და კი რა თქმა უნდა სადარდებელია, მაგრამ მაინც სტაბილურობა ჩანს თქვენს ურთიერთობაში და მაშინ ახლო მომავალი თქვენი და ამ ადამიანის როგორი იქნება. თუ კიდევ ვიმეორებ ხართ ასეთ სიტუაციაში და ან აღმოჩნდით. ძალიან კარგი ერთი პერიოდი ამოდის. გრძნობით სავსე ახალი განახლებული
ურთიერთობა, სიყვარული, უფრო მეტად. შეიძლება თითქოს რაღაც სტაგნაცია იყო თქვენ შორის, რაღაცა გაციება იყო, რაღაცა აი ესე იყო, აი ყოველდღიურად რომ ხარ და ვნება რო არ არის და აი ახლა მოდის ეს ვნება, ეს სიყვარული, ეს სითბო გაძლიერებულად. მოკლედ, კარგად მთავრდება, ფინალი კარგია, პირველ ვარიანტთან მშვენიერია ყველაფერი. გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვინც აირჩია. ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, რა მოცემულობაში, რა სიტუაციაში არის ეს ადამიანი. ჩაიფიქრეთ. ეხლა თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ძალიან დიდი ნერვიულობა გადაუტანია. დიდი დარდი, გაშორება, შეიძლება გაშორდა ცოლს ეს ადამიანი, ან თითქმის დაშორებულები ვით არიან, იმიტომ რომ აქ ამოდის მისი პარტნიორი იმპერატრიცა. შეიძლება თქვენც ხართ. ამოდის ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დიდი ნერვიულობა. დაცილება, არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო. და რა თქმა უნდა, თქვენს ურთიერთობაში არის რაღაც არასახარბიელო, შეიძლება დაშორებულებიც ხართ ახლა. ვინ არის ეს ადამიანი, გვაჩვენეთ მეორე პერსონაჟი. ვინ ჩაიფიქრა? საქმის მკეთებელი, რაღაცა სტაბილურად არის, მაგრამ წელებზე ფეხს იდგავს, ბევრს მუშაობს, ბევრს შრომობს. ეხლა ამ წუთას სულ ქაოსი. აქ აი ბევრი რაღაც იდეები აქვს და ერთად ვერ აბავს თავს და სასამართლოს კარტი ამოვიდა და ჯასტის თითქმის გაშორებამდე იყო მისული, ან არის გაშორება ოფიციალურად. მე ხარ ვიცი. ამოდის განდეგილი. შეიძლება რაღაც პერიოდი მოწყდა საერთოდ სოციუმს და აი ამ რაღაცა სიტუაციის გამო ან უთანხმოების გამო გავიდა რო იყვენ უდაბნოში. ეხლა აბა ვნახოთ თქვენთან მიმართებაში რა ემოციები, რა ფიქრები, რა გრძნობა აქვს. მეორე პერსონაჟს ვინ ჩაიფიქრეთ? მეორე ვარიანტი. აუ დანგრევა. დანგრევა რაღაცა ძველის. შეიძლება ითქვას, რომ აქაც განახლებული ენერგიები მოდის, სექტემბერი იწყება და სექტემბერი საერთოდ თვე აღენიშნება მოსავლის, აღების, ასევე ეკლესიური ახალი წელია. ხო, და კაი პოზიტიური თვეა. აქ ამოდის რაღაცა დაინგრა ცუდი ძველი, წამოვიდა აღდგენა, შეიძლება უზენაეს სასამართლოც, ანუ სამართლიანად აქტიურობა ამოდის მისი მხრიდან და აუცილებლად იქნება ნოლიდან დაწყება ყველაფრის, ანუ ახალი დასაწყისი, ანუ უკანონო სიტუაცია. აქაც რაღაცა დამოკიდებულებას, რაღაცა მიჯაჭვულობას ჰქონდა ადგილი. თქვენ რა სიტუაციაში ხართ აბა? ვინც მიყურებთ? უმრავლესობა. თქვენ არ ხართ ცუდ სიტუაციაში. ნახეთ, სტაბილურობა გაქვთ, შენარჩუნებული გაქვთ თქვენი ემოციური ფონი, ინტუიცია გაქვთ, მიყურებთ უფრო მეტად წყლის ნიშნები, არ ვიცი, ან უბრალოდ ინტუიცია გაქვთ კარგი და ამოდის სურვილის ასრულება. ამ ადამიანმა რა დაგიშავათ თქვენ? ვინც ახლა უყურებს უმრავლესობა ამ ვიდეოს, რა დაგიშავათ? დაანგრია თქვენი ოცნებები, თქვენი ცხოვრების გზა, რომელიც თქვენ უნდა გევლოთ, უნდა წასულიყავით, რაღაცა სიტუაცია უნდა შექმნილიყო, ანუ შეიძლება უნდა ოფიციალურად ხელი ეთხოვნა, შეიძლება გზაზეა ეს ადამიანი და
გაგიწბილათ იმედები ფაქტიურად დაგპირდათ, შეგპირდათ, შეიძლება ცოლად მოყვანას, შეიძლება ერთად ყოფნას, რაღაც იყო ესეთი, რაც დაინგრა თქვენ შორის. მაგრამ ერთი პერიოდი ამოდის, აბა დაელოდეთ ერთ თვეს. და აბა რას ფიქრობს, რას გრძნობს თქვენზე ეს ადამიანი, ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა, თქვენზე, პირადად თქვენზე, რა ფიქრებითაა, რა გრძნობებითაა ეს ადამიანი. ნება აქ, იმპერატორია ნამდვილი და სურს რომ ყავდეს თავის იმპერატრიც, ანუ მიაჩნიხართ თქვენ მეუღლეთ, ცოლად, პარტნიორად ეს ეთulis და საკმაოდ დიდი ნება აქვს თქვენს მიმართ. ასევე ამოდის ენერგიების გაცვლა გამოცვლის კარტი და ასევე ქველმოქმედები შეიძლება თქვენ ეხმარებით ზრუნავთ ისიც რაღაც, ანუ აი ეს ენერგიების გაცვლა გამოცვლა რას ნიშნავს, რომ თქვენ თუ რამეს აკეთებთ მისთვის არც ის რჩება ისე. change რა და სტაბილურად. ანუ სტაბილურად თვითონ იმპერატორია და ყავხართ თქვენ როგორც იმპერატრიც. როგორი იქნება თქვენი ახლო პერიოდი თქვენსა და ამ ადამიანს შორის? The position is two. დასაფიქრებლად მიეცა დრო. მთლიანობაში არის ზომიერება. ჭირდება ტაიმ-აუტი რომ დაფიქრდეს და მერე მოდის განახლება, აღდგენა, სადღაც 3-4 თვე, სამყარო, ანუ ეს ადამიანი შეიძლება წავიდეს სხვაგან, გადასვლა, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, მაგრამ სტაბილურად მაინც იდგება თქვენთან მიმოწერება და კონტაქტი და რაღაც იქნება, გრძნობა არის, სამკუთხედზეა საუბარი. და იმაზე რომ თქვენ უყვარხართ, შეუყვარდით თქვენ და ვერ წყვიტავს, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ აკეთებს პრინციპულ ნაბიჯს ვერ დგავს, მაგრამ სავარაუდოდ მოქმედება იქნება. აი, აქ მაჩვენებენ 3-4 დღე ჭირდება ტაიმ-აუტის აღება. და ვთქვათ 3-4 თვის შემდეგ თუ მოეგება გონს და თუ გადაწყვიტავს თქვენსკენ, თქვენ სასიკეთოთ, ვინც ახლა მიყურებთ. კი, 3 თვის შემდეგ. ჩაკეტვა აქ გზის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ანუ თვითონ იკეტება, ბოლომდე არ ამბობს, ბოლომდე არ ამჟღავნებს ამ თავის სიტუაციას, თავის გრძნობას, მაგრამ თქვენ ხართ ცეცხლი ის ქალი, რომელიც მას ჭირდება ყველანაირად, არის სიყვარული, მაგრამ არის კიდე მესამე ადამიანი, ვინც არის თქვენ შორის და ეს აი ესეთი ბედის გარემოცვაა, ესეთი მოცულობაა, სამკუთხედია, მოკლედ. მაშინ რჩევას ვკითხავ, აბა რა ვქნა ახლა თუ ასეთი არეულ-დარეული სიტუაცია გაქვთ. რჩევა, რას ეთყოდით? იმათ, ვინც ახლა უყურებს და მსგავსი სიტუაცია აქვს. რჩევა. არჩევანის წინაშე მოუწევს დადგომა, აუცილებლად აგირჩევთ თქვენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი კარტი გაქვთ. თქვენ მოიგებთ, რაც უფრო მოითმენთ, უფრო მეტად მოიგებთ. საყვარლების კარტი ამოდის, ანუ სიყვარული იქნება, ინტიმი იქნება ერთ პერიოდში მისგან და სურვილის ასრულება. ანუ როგორც ჩანს ეს ადამიანი თქვენ ვერ დაგივიწყებთ, მიუხედავად იმისა, რომ გზა ამოვიდა. ტაიმ-აუტს ავიღებ რა, დავფიქრდები აი ესეთი რაღაც სიტუაცია, ნუ გზაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გიწევთ შეხვედრა, მაინც გიწევთ ერთად ყოფნა და თქვენ მოგებულში დარჩებით. ახალი დასაწყისით და სურვილის შესრულებით, ასე რომ ორივე ვარიანტს ანუ მშვენივრად გამოვიდა ყველაფერი. თუ მოგეწონათ, თუ რეზონირდათ, დამილაიქეთ, მომწერეთ თქვენი კომენტარები. ვიქონიოთ უკავშირი, ასე ვთქვათ და აბა თქვენიც წარმატებები თქვენ პარტნიორებთან.